გამარჯობა ძველ პასო ტელემაყურებლებო, ქართული TV-ს ერთგულო მაყურებლებო, ჩვენ განვაგრძნობთ ასე თქვათ გადაცემათა პროექტ სახელწოდებით საქართველოს გუშინ დღეს ხვალ. მოგეხსენებათ ახლა გუშინდელი დღევანდელის ჩვენთან შეკრულია, გადაჯაჭვულია ყოველ შემთხვევაში იდეაში. გვინდა რომ რაც კი დიადე მონაპოვარი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მსოფლმხედველობრივი ლამაზი სასიცოცხლო ინტერესები ყველაფერი იყოს გაერთიანებული ამ თვალსაზრისით მედეს და დღეს განსაკუთრებული ის არის ამ თვალსაზრისით სტუმრად დავყავს საზოგადოება ბავშვი ოჯახი საზოგადოება ქალბატონი თავმჯდომარე ქალბატონი მაიკო ბიბლიაშვილი მოგესალმებით ქალბატონო კეთილი იყო თქვენი მოგზაურობა დარწმუნებული ვარ კიდე მოგზანდებით და კიდე ამ პრობლემას გააშუქებთ ესე როგორც საჭიროა და ავიცი თქვენთან ძალიან ესეთი იმაში ვართ ხო მღელვარე დგომა თან იდეაც ესეთია ხო ბავშვი დღევანდელობა ბავშვი ოჯახი სტრუქტურა საზოგადოება კიდე უფრო დიდი ანუ აქ საზოგადოებაც ბავშვი დღევანდელობა და რაღაც შერწყმულ გაერთიანებულია და მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს ყველას ვინც კი ამ თემაში შედის და თქვენ მაღალი შეგნების ადამიანებს ბრძანდებით და მინდა აი ამ თემას ასე თქვათ წარუძღვეთ როგორც ასეთი შეკითხვები გვექნება ბუნებრივია იმიტომ რომ ახლა ვინც ბავშვის ინტერესებს ვინც ვერ იცავს თუ ბავშვი და მომავალი არ არის პირველ პლანზე უმაღლეს სიმაღლეზე ეს საზოგადოება ადრე თუ გვიან ან ნადგურდება ან გადასხვაფერდება ცუდი მიმართულებით ეს არ გვინდა და გვინდა რომ ეს ადამიანები ვინც ამ იდეით და სილამაზით ჰარმონიით არიან გაჟღენთილები მოიწვიოთ აქ და მაქსიმუმი შევუქმნათ ამის ეს მადლობთ ყურადღებით და გთხოვთ თქვენ მოგზანდეთ რაღაც კონფერენციიდან და კიდე ამის შესახებ სრული თავისუფლება მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ მედიის როლი იმაში, რომ ადამიანებმა გაიგონ ბევრი სიახლე და ასე ვთქვათ, ქვეყნის პულსზე ედოთ ხელი. მოდით მე დავიწყებ ჯერ ჩვენი ორგანიზაციის წარდგენით ბავშვი ოჯახი საზოგადოება მე გახლავართ თავმჯდომარე ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა 1995 წელს უკვე საიუბილეო წელი გვაქვს 21 წელს ვითვლით და მოგეხსენებათ ეს არ არის პატარა ასაკი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის და ასევე აი ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების ირგული ვატეხილა ამ აჟიოტაჟსაც მინდა გამოვეხმაურო და მოუყვე როგორ მოხდა ჩვენი დაფუძნება და განვითარება საერთოდ 95 წელი მოგეხსენებათ ეს საქართველოსთვის იყო 90-იანები უმძიმესი პერიოდი უმძიმესი ტრაგიკული აი ნამდვილად როდესაც დაინგრა საბჭოთა კავშირი მათ შორის დაინგრა საქართველოს სოციალური სისტემაც და ეს ბავშვები, ვიზეთ ჩვენ მუშაობთ, არ აღნიშნავს სხვადასხვა რომ ჩვენი განსაკუთრებული ბენეფიციარები და ფოკუს ჯგუფი გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მათი ოჯახის წევრები, ასევე და აი სწორედ მე გახლავართ მშობელი, ჩემი ვაჟი გაჩნდა 93 წელს. 13-ში ხო? 13-ში დიახ, მისი დიაგნოზი არის ბავშვთა ცერებრული დამბლა. და წარმოგიდგენიათ ამ ახალბედა მშობლისთვის, რომელსაც ძალიან კარგი მოულოდინები აქვს შვილის დაბადებასთან დაკავშირებით, უცებ დგები ესეთი პრობლემის წინაშე და მთელი სამყარო თითქოს თავზე გემხობა მართლა და ყველა შენი ეს მოლოდინი, რაღაცა იმედიანი შეხედულება მომავალზე რაღაცნაირად ერთ წამში თითქოს ყველაფერი შეშდება და ისეთ რეალობაში აღმოჩნდები და მით უმეტეს როდესაც გარე ფაქტორები ემატება რომ ერთ მშვენიერ დღეს ბავშვი რომელიც დამყავდა რეაბილიტაციის ცენტრში და მეუნებოდნენ რომ იცით ამ ბავშვებისთვის არის აუცილებელი თანმიმდევრული უწყვეტი ყოველდღიური თერაპია უცებ გეუბნებიან რომ დიდი ბოდიშით მაგრამ ჩვენ გადავდივართ თვით დაფინანსებაზე ჯანდაცვის სამინისტრო გადადის თვით დაფინანსებაზე სახელმწიფოს აღარ აქვს იმის რესურსი და უბრუნება დიახ რომ აი ბავშვებს მიხედონ და ბოდიშით, მაგრამ თქვენ მოგიწევთ ამ ყველაფერში თანხის გადახდა და თანხა მაშინდელი პარამეტრებით რაღაც კუპონიზაცია და ესე. ეს
იმხელა თანხა იყო რომ ამ თანხით ბინას იყიდით და თან როდესაც გეუბნებიან რომ აი იცით რა ეს უწყვეტი ჭირდება და შეშუს თუ შეუწყვეტავ გექნება რეგრესი მართლა შოკი იყო და რაღაცნაირად რამოდენიმე მშობელი გავერთიანდით იმისათვის რომ გვებრძოლა ჩვენი შვილების და არა მარტო ჩვენი შვილების ინტერესების დასაცავად და ბუნებრივია იმ პერიოდში არ გქონდა არც არანაირი მატერიალური ფონდი, წარმოდგენაც კი არ გქონდა რა იყო არასამთავრობო ორგანიზაცია და რა ახალი ხილი იყო. საერთოდ ახალი ხილი იყო, დიახ და აი ამ პერიოდიდან ასე რომ ჩავკიდეთ ხელი ერთმანეთს, დავიწყეთ ბრძოლა იმისათვის, რომ ამ ადამიანების უფლებები ყოფილიყო დაცული, როგორც ჯანდაცვის სფეროში, ასევე სოციალურ სფეროში, ასევე განათლების სფეროში და ყველა იმ სფეროში, ყველა იმ სიკეთით, რასაც სარგებლობს ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე და კონსტიტუციით არის მისი უფლება დაცული, უნდა შეეძლოს ისარგებლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა, მათმა მშობლებმა, მათი ოჯახის წევრებმა. და აი მართალი გითხრათ, იცით, აი პირველი პროექტი მინდა გავიხსენო, იყო ესეთი, რომ აი ვფიქრობდით, აი რა გავაკეთოთ ამ ადამიანებისთვის და აი მოგეხსენებათ არც ინტერნეტი იყო გამვითარებული, არც შუქიც არ ქონდა, კომუნალურებთან პრობლემები იყო და მოვიფიქრეთ, რომ გაგვეკეთებინა მშობელთა მაცნე გაზეთი და ეს გაგვეგზავნა ოჯახებისთვის და მიმდინარე სიახლეები, შეღავათები თუ რაიმე არსებობდა პროექტები თუ იმე ორგანიზაცია აკეთებდა, მიგვეწოდებინა ამაზე ინფორმაცია და სხვადასხვა წლების მერე მითხრა ერთმა მშობელმა, როდესაც ჩვენთან მოხვდა, რომ ვაიმეო თქვენ ხართო ისინიო, აი ჩვენთვისო ერთადერთი ნათელი წერტილი ამ პერიოდში იყო ეს გაზეთი, რომ ვიღებდითო, ფიქრობდით, რომ ვიღაცას ვახსოვართ და ვიღაცა ჩვენზე ეს 15 წელში გამოვიდა რა? არა, ეს იყო 97-ში, აი მაგ დროს იყო. როგორც კი გამოსავლის ძიება დაიწყო. დავიწყეთ, ხო, რა თქმა უნდა, აი მშობლებთან ყველაზე მჭიდრო კონტაქტი, აი მათთვის რა იყო საჭირო, ასე ვთქვათ, აი უფასო კვლევები იყო იმ პერიოდისთვის და იცით, აი ამ საკითხსაც მინდა შევეხო, ეხლა რა შემოვიდა პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსტიტუტი, ну ალბათ საჭიროა და ამაზე არ ვდაობ, რომ ესეთი დაცვა პერსონალური ინფორმაციის უდაოდ საჭიროა, თუმცა აღანახეთ ჩვენ ერთის მხრივ, როდესაც პროექტს ვახორციელებთ, გვიჭირს ბენეფიციარების მოძებნა, ადრე პირდაპირ გვაძლევდა სოციალურყოფის სამინისტრო დაუშვათ ამ ინფორმაციას და ჩვენ სახში ვურეკავდით, უკავშირდებოდით, ფურცელს უგზავნიდით პოსტაზე. დღეს აღარ არის ამის საშუალება და ხშირად ისე არის, რომ ადამიანები მომსახურებას ეძებენ და ვერ პოულობენ და ჩვენ ბენეფიციარებს ვეძებთ და ვერ პოულობთ და რაღაცნაირად ეს უნდა მოწესრიგდეს. მე ყოველთვის მაქვს ხოლმე ეს აზრი, ვამბობდი, რომ როდესაც ადამიანს ბავშვს პიროვნებას ენიჭება სტატუსი, იქვე უნდა იყოს ანკეტირება და შეიძლებოდა შესება, ვისთვის არის მისი პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი. თუ დაუშვათ სერვისის მისაწოდებლად ეძებენ, არა მგონია, რომ ეს ხალხი წინააღმდეგი იყოს მათი პერსონალური ინფორმაციის გადაცემაზე და ეს სფეროც მოსაწესრიგებელია, იცით, რომ ერთბაშად დაიკეტა ყველაფერი, რომ არ შეიძლება პერსონალური ინფორმაციებზე წვდომა და გამოდის, რომ ეს ადამიანები მომსახურებას ეძებენ, ვერ პოულობენ და მეორეს მხრივ მომსახურება ეძებს ამ ადამიანებს. გზები აცდა ერთად. აცდა, ხო და აუცილებლად უნდა იყოს ესეც გასწორებული სხვა ამბავთან ერთად. დღევანდელ დღეს იცით, აი ამდენი ბრძოლის, შრომის შედეგად გვაქვს ის, რომ ჩვენ ვახორციელებთ ფაქტიურად ყველა სოციალურ პროგრამას, რომელიც საქართველოში არის. დავიწყეთ დღის ცენტრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და უფროსებისთვისაც ეს გახლავთ ესეთი პროგრამა, სადაც ადამიანებს აქვთ საშუალება, რომ მოვიდნენ მთელი დღის განმავლობაში, იყვნენ ჩვენთან, მიიღონ მათთვის განმავითარებელი სერვისები და მერე ისე უზრუნველყოფთ ჩვენ მათ ტრანსპორტირებას სახში უკან. ასევე რეაბილიტაციის პროგრამა მუშაობს ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე, მუშაობს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამა, ასევე ადრეული განვითარების პროგრამა და ძალიან დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი ინკლუზიური განათლების საკითხებში და აი ამაზეც მინდა ვთქვა, იცით, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო განათლების სამინისტროში სულ ცოტა ხნის წინ დაიხურა
რაც ძალიან მტკივნეულად აღიქვა ამ საზოგადოებამ და იმ ბავშვების მშობლებმა, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სხვადასხვა განათლების სამინისტროში და განათლების სისტემა არ იყენებს ამ ტერმინს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არამედ იქ არის ბავშვი, რაც ნიშნავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე. და ეს ნამდვილად ესია და ვეთანხმები ეს ტერმინი უნდა იყოს შეიძლება ამაში ჰუმანური დატვირთვა აქ ამ ტერმინს. არა, ეთით შეიძლება ძალიან ჭკვიანი ბავშვიც მოხდეს, რომელიც ნორმისგან არის აცილებული და უშუალოდ არა ქვემოთ რომ რა ვერ ეწევოდეს აკადემიურ და მას სჭირდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის შეთავაზება. ასტროფიზიკოსი რო იყო, კაცო, გრანდიოზი, გენიოსი, ის სავარძელში იყო და კოსმოს და შემოქმედზე საუბრებოდა. რუზველტი და ასე შემდეგ. ბევრი შეთქმა შეიძლება. რომელიც მართლა მხოლოდ ფიზიკური შეზღუდვა არაფერს არ ნიშნავს და ამ ადამიანებს შეუძლიათ ძალიან სერიოზული მიღწევების გაარღვიოს ეს ფიზიკური ნაკლოვანებები. და ესეთი და ამ სამართლოს გაუქმება მგონია რომ არ იყო ფლად მართლზომიერი ნაბიჯი. ეს როდის მოხდა, მაიკო? აი სულ რაღაც 2-3 კვირის წინ და ამას მოყვა სხვადასხვა აქციები მშობლების განათლების სამინისტროსთან და ძალიან მტკივნეულად აღიქვა თემა ეს ამბავი და იცით რა ვფიქრობ რომ ამაზე მეტი დაფიქრება მართებს სახელმწიფოს. აქ არის საუბარი იმაზე რომ ინკლუზიური განათლების ნაწილი შეუერთდა სტრატეგიის დეპარტამენტს და უშუალოდ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს კი გასაგებია რომ უშუალოდ ფლად ჰაერში ამ ამბავს არ დატოვებდნენ, მაგრამ პრობლემას წარმოადგენს ის რომ აქ იმდენი საქმეა, ამას ჭირდება ცალკე მიმართულება, ცალკე ადამიანი, ცალკე კოორდინაცია, რომ ამ მშობლებს, ამ ბავშვებს ჰქონდეთ იმის იმედი რომ მათ ზურგს უკან დგას საკმაოდ ძლიერი ხალხი, ვინც დაუშვათ მათ ინტერესებს დაიცავს და ვფიქრობ რომ ეს მნიშვნელოვანია და ძლიერ ხალხში ვის მოიაზრებს. თუნდაც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ვისთან უნდა მივიდე პირდაპირ დაუშვათ, იცით რომ ჩვენ რომ სიტყვაზე ვთქვათ, ეხლა ვსაუბრობთ, ხშირად არის ხოლმე რომ Facebook-ში არის გამართული ცხარე დებატები. იცით, ეს ხანდახან არც კი მიდის გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე და რჩება ასე ვთქვათ, გამოშვების პრინციპად და იცით რა, როდესაც ამაში ჩართულია მართლა ის ადამიანები, ვისაც გადაწყვეტილება ხელ ეწიფება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ისევ რომ გავაგრძელო, იცით ეს თემა რომ ამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებს ყველაზე ასეთი ძლიერი მძლავრი ინსტრუმენტი გახლავთ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია, რომელიც გაეროს მიერ მიღებული იქნა 2006 წელს და მათ შორის საქართველოს შეუერთდა 2014 წელს. ესე იგი ახალი ხელისუფლების მოსვლის 2013 წელს ბოდიშით ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უკვე ეს აქტიურად დაიძრა ეს საკითხი. ახალმა სიომ დაუბერა. იცით რა, შეიძლება ასეც ითქვას, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობთ ამ სფეროში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ინტერესების დასაცავად, გავერთიანდით ერთ კოალიციად და ერთნაირი, ასე ვთქვათ, ერთ მუშტად შეკრული ვცდილობდით, რომ ამ ადამიანების ინტერესები დაგვეცვა. და სწორედ 2009 წელს შეიქმნა საბჭო, ჩვენი დიდი ძალისხმევით, მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, იმისათვის, რომ საბჭოში ჩართული იყო ყველა პირველი პირი სამინისტროების და ეს იყო გარკვეული ტრიბუნა იმისათვის, რომ ჩვენ ამ ადამიანების პრობლემები გაგვეშღერებინა. ახლა ისე მეგობრების წრეშიც კი ვსაუბრობთ, ხო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენ არ შეგვიძლია და რაღაცის შეცვლა და აი ამ ადამიანებს იქ იყო პრემიერ-მინისტრი, იყო პირველი პირები მინისტრები და უშუალოდ განათლების სამინისტროში, ჯანდაცვის სამინისტროში და ასე შემდეგ, რომ ამ საკითხებზე რაღაცა ლობირება მოგვეკეთებინა. დიახ, და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ აი საბჭო დარჩა ფურცელზე, იმ ხელისუფლების პირობებში ნაკლებად იყო
ჩართულობა სადღაც 2011 წელს შეიკრიბა პირველი ეს საბჭო და რა თქმა უნდა ბევრი საკითხი წამოწიეთ რაც იყო გასაკეთებელი და მოხდა ისე რომ მოხდა რაც მოხდა 2012 წელში და მოსახდენი მოხდა ვინაიდან პრემიერ-მინისტრის ქვეშ იყო ეს ჩვენი საბჭო და მაშინ იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრი არ იყო ესეთი მძლავრი ფიგურა, უფრო პრეზიდენტი მართავდა ქვეყანას და ალბათ იმიყო იყო რომ ეს საბჭო პრემიერ-მინისტრისკენ გაუშვეს, მაგრამ 2012 წელში მოხდა რომ პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა პირველი პირი და ეს საბჭოც შეხვდა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ძალიან ბევრი საკითხი ცოტა ხნით რო იყო. ცოტა ხნით რო იყო, კი, სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ 2012 წელს ზუსტად აი ამ არჩევნების მერე 3 დეკემბერი გაახლავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საყოველთაოდ გაეროს კალენდრის მიხედვით და მაშინ ისე მოუწია რომ 3 დეკემბერი იყო დასვენების დღე და 27 ნოემბერს ჩავატარეთ ესეთი დიდი შეხვედრა ეს იყო ქორთიართ მარიოჩი და მოვიდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მთელი ეს მინისტერიალი ვინც იყო და პირველი შეხვედრა საზოგადოებასთან ფაქტიურად ოცნების ხელისუფლებამ დაიწყო აი ამ თემით. ესტაფეტა როგორ მიიღეს შემდგომ ესეც გითხარით ახლა. აი ესტაფეტაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ნახეთ აი ესტაფეტაზეც ვიტყვი რა თქმა უნდა. ნახეთ ჩვენ ამ თემაზე სასაუბროთ მოვედით. რა თქმა უნდა. სრული თავისუფლება. და სრული ასე ვთქვათ ინფორმაცია მივაწვდით ჩვენს მსმენელებს მართლა და ხანდახან შაპირო ხომ რომ მე ვარ ცოცხალი მემატიანი მართლა ესე გამოვიდა ფაქტურად დამფუძნებელი თქვენ ახარდა აბა რა დაიწყო ეს მოძრაობა იქიდან მოყოლებული დღემდე არ შეგვიცვლია არც ბენეფიციარები არც მოქმედების არეალი არც სფერო და ყოველთვის აი ვჩებით ამ ჩვენი იდეების ერთგულად და მაშინდელი შეხვედრამ დაუდო სხვათა შორის იმას საფუძველი რომ ოცნების ხელისუფლების დროს მოხდა რატიფიცირება იმ კონვენციის. როცა წინა ხელისუფლების პირობებში უარს გვეუბნებოდნენ და რატო გვეუბნებოდნენ უარს იცით რატიფიცირებაზე ამბობდნენ რომ ამას მოუყვება მთელი რიგი საერთაშორისო ვალდებულებები რაც ჩვენ შეიძლება ვერ შევასრულოთ, იმიტომ რომ ამას უნდა ეტაპობრივად განვითარება, დიდი თანხები ასე შემდეგ და ამიტომ ჩვენ ამაზე ხელს არ ვაწევთ. პირდაპირ იყო ეს დეკლარირებული და ამ ხელისუფლების დროს მოხდა ხელმოწერა კონვენციაზე, რაც ჩვენთვის იყო ძალიან მისასალმებელი ნაბიჯი, იმიტომ რომ არა მარტო მორალური, არამედ იურიდიული პასუხისმგებლობაც არ იყო მთავრობამ და სხვათა შორის 20 წელში შემდეგ მიიღეს კანონი მაშინ ქალბატონი თეატრულკიანი ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს და სხვათა შორის ძალიან აქტიურად იყო ჩართული, რო არ ყოფილიყო ქალბატონი შეიძლება ეს კანონიც არ გასულიყო. ძალიან უჭერდა მხარს ამ ამბავს. იმიტომაც ვარ დააწინაურეს დღეს. აი ეგ არ ვიცი, მაგრამ ვიცით მისი ნამდვილად იყო დიდი წვლილი, შემიძლია ვთქვა და ეს კანონი ადრინდელი სოციალური დაცვის შესახებ კანონი გადაკეთდა და ამჟამად ქვია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი, რომელიც 20 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა. 20 წელს? 20 წელს მიიღო. და აი დღევანდელი შეხვედრისკენაც მივდივართ, სხვათა შორის ორი მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ამ კანონში შეტანილი. ერთი გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის შემოღების ვალდებულება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და რას ნიშნავს ეს ამასაც განვარტავთ. განსხვავებით ტიპიური განვითარების ადამიანებისგან სამწუხაროდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა რომ ისეთი კონსტიტუციური უფლებით ისარგებლონ როგორც არის სიტყვაზე ვთქვათ ექიმთან მისვლა დამოუკიდებლად. აი უსინათლო ადამიანს სჭირდება განცილებელი და უშუალოდ დამხმარე მოკლედ. კი ბატონო, ყრუ ადამიანს სჭირდება ჟესტური ენის თარჯიმანი, რომ ამ კომუნიკაციის დამყარება შეძლოს. თუნდაც საჩივარი რომ დაწეროს ამის შესახებ რაღაცა ინფორმაცია უნდა გქონდეს, ან თუნდაც იუსტიციის სახლებში რომ შეძლოს ელემენტარული მომსახურებების მიღება, იქაც აუცილებლად სჭირდება თარჯიმანი და აი ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იყო რომ ასისტირების პროგრამა უკვე 24 წლიდან
დაევალა მუნიციპალიტეტებს და ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის და აი დღევანდელი შეხვედრა იყო წარდგენილი იყო რედისონში 10 საათზე დაიწყო ეს გახლავთ ეს დღეს იყო ხო? ეს იყო დიახ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარდა კვლევა სწორედ სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოს მოსახლეობის და აი ჩვენ მიწვეულები ვიყავით როგორც დავუშვათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სერვისების განხორციელებელი ორგანიზაცია და რამდენად არის მათი უფლება დაცული იმისათვის რომ ამ ადამიანებმა მიიღოს მათთვის სასიცოცხლო სერვისი. აი თუნდაც როდესაც ეტლზე ვსაუბრობთ, ხო, ეტლს სხვადასხვა არ არის თქვენი სტუდია ადაპტირებული და ესეც არის ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფო მაიღო, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანს და უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ დაუბრკოლებლად შეაღწიოს ყველა იმ შენობაში, რომელიც საზოგადოებრივი დანიშნულების არის. აქ თქვენთვის და ადამიანებისთვის ღია, წინასწარ შევთანხმდეთ და არ არის პრობლემა დაგითმობთ, ასე ვთქვათ. ღია, მაგრამ არ არის პირველ საფულზე და ფიზიკური შეღწევადობაზე მაქვს საუბარი. იმაზე კი არ არის თქვენ არ შემოუშვებთ და უარს ეთქვით. ფიზიკური შეღწევადობის პრინციპი არ არის დაცული. მე ეს ძალიან კარგად მესმის. ჯერ კიდე მაშინ ვიყავ გაოცებული ძით პირველი ჩემი გასვლა და ესე ვთქვათ გათვითცნობიერება ამ საკითხებში როგორც გითხარით 95 წელს დაფუძნდა ჩვენი ორგანიზაცია ჩემთვისაც მაშინ ძალიან უცხო იყო რას ნიშნავდა არასამთავრობო ორგანიზაცია რა უნდა ეკეთებინა უბრალოდ იყო ეს ცხელი გულით შექმნილი გაერთიანება რომ რაღაცა კარგი უნდა გვექნა მშობლებს და რა უნდა გვექნა რა იყო ეს კარგი ამაშიც გვჭირდებოდა რა თქმა უნდა დაკვალიანება და მე ხვდა ესეთი წილად პენსიონერება 98 წელს მომიწია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცვლითი პროგრამით წასვლა ეს იყო ერთი ხუთკვირიანი პროგრამა იყო 10 ადამიანი 98-ში კი 10 ადამიანი ვიყავით წასული შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი ცნობილი პიროვნებაც იყო, როგორც არის გუგული მაღრაძე, ალბათ გუგული მაშინ იყო ამ პროგრამაში, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგი, ალბათ თამარ გაგოშიძეც იყო, ასევე ფსიქოლოგი და ყველაზე, ასე ვთქვათ, ძალიან ანგარიშგასაწევი ადამიანი ამ სფეროში, ვინც შექმნა ძალიან ბევრი სერვისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ვინ გვარი მითხარით? თამარ გაგოშიძე. ახლა. და კიდევ 10 ადამიანი, სხვადასხვა რომლებიც დღემდე მუშაობენ სფეროში, უმეტესი მათგანი და ეს თვენახევრიანი ვიზიტი ემსახურებოდა იმას, რომ ჩვენი გაგვეცნო რა ტიპის მომსახურებები კეთდებოდა ამერიკაში და რა ხდებოდა, საერთოდ რატომ იყო ეს ქვეყანა ლიდერი აი ამ კუთხით. და ჩემთვის როგორც მშობლისთვის ძალიან დიდი მოტივაციის მატარებელი იყო ის ფაქტი, რომ თურმე 30-40 წლის წინ იმ პერიოდიდან მშობლებს დაუწყიათ ამერიკაში ეს ძალიან ძლიერი მოძრაობა და მე ისე როგორც თქვენ და ჩემთვის ეს იმ მომენტში ნამდვილად იყო ძალიან დიდი მოტივაცია, რომ თუ იმებმა შეძლეს ჩვენ შევძლებდით აუცილებლად ქონდა აი ამისი რწმენა უკვე და ამ პერიოდში ვნახეთ ზუსტად რომ აი ეს ბავშვები ინკლუზიურ განათლებაზე როა საუბარი, ინკლუზიური განათლების კუთხით ეს ბავშვები ჩვეულებრივ სკოლებში სწავლობდნენ თავიანთი თანატოლებთან ერთად, მათ ჰქონდათ თავიანთი ინდივიდუალური პროგრამა, ყავდათ პერსონალური ასისტენტი, დამხმარე, კორექციული პედაგოგი და მოკლედ აი ძალიან ბევრი იდეა და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, ახალი მიმართულება წამოვიღეთ იქიდან მაშინ, რომ რა შეიძლება და აქ გაგვეკეთებინა და მე ნამდვილად დღემდე ძალიან მადლობელი ვარ აი ამ გაცვლითი და სასწავლო პროგრამების, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შემოიტანეს საქართველოში იმისათვის, რომ ამ ადამიანებს ბევრი გადაარჩენეს. კი, გაუმჯობესებული. გაუცხოებას გადაარჩენეს სამოქალაქო ფსიქოლოგიის მომენტა. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. დღეს რა ვიცი, თბილისში ყოველ შემთხვევაში ესე არის და რომ უყურებ, აღარ გვიკვირს დაუშვათ ეთილით მოსარგებლე ადამიანის თანახმა. ხო, ანუ ადრე ძალიან ეს ტრაგიკულ და შტრიხებში იყო ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, მე
ჩემი შვილი მომყავდა რეაბილიტაციის ცენტრიდან რაღაცას ესე შეფუთავდნენ ხოლმე ჩვეულებრივად არტახიედო რომ ხელი სწორ მდგომარეობაში ქონოდა და დაღლილი ვიყავი სანამ სახლამდე მოვიდოდი კითხვებით რომ უიმე რა კაი ბავშვია ვაიმე რა მოუვიდა რა ჭირს უირა ცოდუო უირა ესე და ეს ძალიან ძიმია მშობლისთვის მithumetes მშობლისთვის როდესაც აი ესეთი შეძახილებით მესმის რომ ეს ადამიანები რაღაცა თავიანთი ამ თანაგზნობით ტყივილს გაყენებენ რა პარტიის გამოხატვას ცდილობენ მაგრამ ეს ტყივილს იწვევს რა აი ამიტომ არის ეცეთ მთელი ეს ცნობიერების შეცვლა სხვადასხვა მაშინ მოგვითხრას რომ არის ყველაზე რთული მაგრამ მგონია რომ დღეს გარკვეულწილად შეცვლილია ეს ცნობიერება თუნდაც როდესაც არის საპარკინგი ადგილები, ამაზეც მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ ეს საპარკინგი ადგილები, რომ გაჩენილიყო და ასე თავისით არ მოსულა ეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძეთ და ვიღაცას თავში აზრად მოუვიდა საპარკინგი ადგილების გაკეთება. ამასაც ძალიან დიდი ბრძოლა უბრძოდა. წინ მე მინდა გავიხსენო სამოქალაქო აქტივისტი ეთლით მოსარგებლე არაჩვეულებრივი გოგო იყო ნატალია სადრაძე, რომელიც ლამის ფიზიკურად შეეწირა ამბავს დღესაც უყავთ აღარ არის ცოცხალი და აი მის სახელს უკავშირდება პირველი ეს საპარკინგი ადგილები და რას გულისხმობ. აი პრინციპულად აჩერებდა დაუშვათ ისეთ ადგილას, სადაც გაჩერება არ შეიძლება და არ იხდიდა ამ გადასახადს, როცა ჯარიმა მოდიოდა, იმიტომ რომ ეუბნებოდა მთავრობას, თქვენ უზრუნველყავით, რომ მე შემეძლოს ჩემი მანქანის გაჩერება, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანმა სპეციალურ პარკინგზე, სადაც სხვა არ შემეცილება, რომ მე ამას ვიზავდა. თქვენ არაფერი გაქვთ ჩემი და ჩემთვის და ამიტომ მეც არ ვიხდი ამ ჯარიმას. და გაიმარჯვა რა საბოლოოდ. სხვადასხვა მოხდა სასამართლო პროცესები, მაშინ. უნებრევია ისე. იყო და აი მის სახელს ნამდვილად უკავშირდება და შემდგომში როცა პირველი საპარკინგი ადგილები გაჩნდა, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან ფორმალური. ეხატა იქ დაუშვათ ნიშანი და არავინ არ მოდიო ყველა მანქანა აჩერებდა და არ იყო ეს ჯარიმების სისტემა შემოღებული, რაც დღევანდელ დღეს მუშაობს და მაშინ ის ყოველთვის ურეკავდა ხოლმე დაჟინები პატრონს და აიძულებდა რომ მანქანები დაეჯარიმებინა და გამოეყვანათ პატრონი და გადასულიყო ამ საპარკინგი ადგილი აეთავისუფლებინა. მოკლედ ამას დიდი ბრძოლები უწევდა წინ, რომ ჩვენ ეს უფლებები მიგვეღო, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ დღესაც ძალიან აქტიურად გრძელდება იმაზე მუშაობა, რომ ამ ადამიანების უფლება, ჯანმრთელობის დაცვის უფლება, სოციალური უფლება იყოს დაცული. მათ შორის რეგიონებში არის ძალიან ბევრი სამუშაო, ჩვენი ორგანიზაცია მაგალითად მუშაობს მარნეულის, ქვემო ქართლში, მარნეულის რეგიონში, ასევე დმანისის რეგიონში, სულ ახლახანს გავხსენეთ დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ეს მოხდა დმანისის მერიის მხარდაჭერით და ასევე საზოგადოებას სენის მხარდაჭერით, რომელმაც მოგვცა იმის საშუალება, რომ გაარემონტებულიყო გადმოცემული ფართი და დღევანდელ დღეს უკვე ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით მიეწოდება ეგ ადამიანებს სერვისი და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ამას ვახერხებთ, რომ ამას მიაღწიეთ. ხო, ჩავთოთ და ისეთ რთულ რეგიონში, როგორც მარნეულია. მოგვეპოვებინა ის ნდობა და სიყვარული, რომ დღევანდელ დღეს იქაურ მოსახლეობას ვისაც არ უნდა ეხსენოს, ყველა მიცის ჩვენ. დასავლეთ საქართველოში რა ხდება, მაია? ხო არ გაჩაგრეთ დასავლეთს? ჩვენ არ დაგვიჩაგროთ, მაგრამ ძალიან ბევრი კარგი ორგანიზაციები მუშაობენ ამ მიმართულებით. ეხლა რა თქმა უნდა, მათი ჩამოცვლა შორს წაგვიყვანს და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფოსაც და არასამთავრობო ორგანიზაცია არის იმ სტრატეგიების ნაწილი, ქვეყანას უნდა ქონდეს გაცხადებული სტრატეგია, რომ რას აპირებს დაუშვათ 3 წელიწადში, 5 წელიწადში, 10 წელიწადში, სად მივდივართ და რა გზით სტრატეგია, ტაქტიკა, გრაფიკი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ცოტა იცით დღევანდელ დღეს თელი მსოფლიო არეულია, რაღაცა ახალი გადანაწილებების მიდის აშკარად დაუნდობლად საქართველოს თითქმის ყველა საზღვართან არის ომი და მართლა უფალს ცეცხლის რკალში ვართ გახვეული. ჩვენი ქვეყანა აი ამ სიტუაციაში ინარჩუნებდეს სიმშვიდეს, სიწყნარეს და არ იყოს მართლა დიდი ქვეყნების პოლიგონი, როგორც ხშირად ყოფილა ისტორიის მანძილზე. მე ერთი ეს მინდა
ამ ფაქტთან მე მაგ თემას აუცილებლად ჩემზე აი რამე მე ესეთი შეხება არ მქონია ახლა რაღაც ისტორიული ისენი რო არის და ჩემზე შტაბეშტილება ერთზე რა მქონია რა ერთი ამერიკელი ახალგაზრდა კაცი იყო რომელიც დაბადებით დაიბადა კიდურების გარე არ ვიცი იცით თუ არა კიდურების არც ერთი კიდური ხელის და ფეხის არც ერთი არ ქონდა და ამ ადამიანმა რა ვიცი რაღაც შეუძლებელი შეძლო რა ჯერ ამხელა თვითწრმენა გინდა თვითშემეცნება გინდა ელემენტარულად რო საზოგადოების ამოვარდნილი არ იყო ინტეგრაცია მოახერხო როგორც ასეთი და პროდუქტიულიც იყო ამავდროულად და მიმზიდველიც რა აი ეს ყველაფერი მოახერხა ამ კაცმა და ართალი გითხა რა ვიცი ხა გმირობები ხო არის საომარი რელიგიური მაგალითად სამოქალაქო გმირობები ხო ბევრს ვიტყვით ხო ამ კაცის ვიზეც ახლა ვლაპარაკ ვალი დასახელი არ ვიცი მაგრამ იცით თქვენ ხო ვიზეც არის ლაპარაკი აი ეს წარმოუდგენელი გმირობა ანუ შენ თავს რო აჯობო ბედის წერაზე რო გაიმარჯო ამაზე რო ამაღლდე და წარმატებული გახდე რა მაგრამ იქორწინა ბავშვები შეეძინა და მე პრეს კონფერენციები ვნახე მაგის არის ძალიან დალეგებული და ისეთი რაღაცებს ისწავლი ამ ადამიანისგან რომ 90% აი მართლა ძალიან გაუჭირდება იმ აზრების ფლობელობა რასაც ის ფლობს რა ბატონ თეგის აი საბედნიერო ჩვენს ყავს საქართველოში ესეთი ადამიანები, როდესაც მე დავიწყე მუშაობა ამ სფეროში და გავიცანი ეს უსინათლო ადამიანები, ეთნიკოსარგებლი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნამდვილი ლიდერები და არიან დღესაც ამ მოძრაობის, ვიყავი გაოცებული და ვფიქრობდი, რომ ჩემთვის იმ ხალხს სტიმული იყოს, რომ ამბობდი, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ტიპიური განვითარების ადამიანებს რამეზე იწუწუნო. ის ადამიანები იმხელა სულისკვეთებით, ისეთი ენერგიით ებრძოდნენ სისტემას და იბრძოდნენ თავიანთი ყოველდღიური უფლებებისთვის, რომ მართლა ეს ბედის წერასთან ბრძოლა, მაინც საბოლოო. ხო. იცით რა, და ერთ-ერთი სხვადასხვა ასეთი არსებობს შეშმოკერთა დეკლარაცია, რომელიც ისინი ამბობენ, რომ მოდით რა ნუ გაგვეხილავთ გმირებად, რაც თქვენ იმის გამო, რომ ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც თქვენ ცხოვრობთ. იმისთვის, რომ მე დავდივარ სამსახურში, იმისთვის, რომ მე მაქვს ხელფასი, იმისთვის, რომ მე გამოვდივარ ქუჩაში, მე არ ვარ გმირი, მე ვარ ადამიანი. და გამიხილე როგორც თანასწორი. და მე რაღაცა გარკვეულწილად ვეთანხმები, არ ვარ ამ ადამიანებს, როდესაც აი იმისთვის, რომ სიტყვაზე თქვა, თქვენ სტუდიაში მოვიდა და საუბრობს ძალიან ესა, ხო, რაღაცა ზოგად საკითხებზე არ ვარ რომ გმირის იმას აძლევენ, ამიტომ მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, ამიტომ ვაკეთებ იმას, რასაც აკეთებ შენ. ну რა თქმა უნდა ეს ბევრი დაბრკოლების ფასად, მაგრამ მაინც. და აი ამიტომ ვფიქრობ, ვიცით რომ აი ეს რაღაცა ისინი მე ჩემი მასში ავამაღლე 90%-ზე. არის, მაგრამ თვითონ მეთქი აი ესე ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, ვართ თანასწორები, არც გმირი ვარ და არც დაუშვათ ცაწყალი და არც ისა ვარ ისეთივე ადამიანი, როგორც ჩვენ ხარ. იცით, ჩვენ ყველა ადამიანს გვაქვს რაღაცა პრობლემები, ხო? მაგრამ ჩვენი პრობლემები შიგნით არის, გარედან არ ჩანს და მათ პრობლემები გარედან ჩანს. უბრალოდ ეს არის განსხვავება, თორე ჩვეულებრივი ადამიანები არიან მართლა ყველაფრით, დამოკიდებული, სიხარულით და ასე შემდეგ. უბრალოდ აქ ლაპარაკი იყო, ნახეთ, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე. ახლა რას ნიშნავს ეს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა? სკოლა დაუშვათ არ ვარგა და განათლების სისტემა არ ვარგა. სიტყვაზე ვთქვათ, ეს ცუდი მაგალითი არ ეწინოს ახლა განათლების სისტემას მაინდა-მაინც ამ კუთხით არ ვარ, მაგრამ ჩემთვის და ნებისმიერი ბავშვისთვის, რომელიც დაუშვათ ეთნიკოსარგებლია, ანუ სინათლო, უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი ის განათლება, რაც გვაქვს. ბრწყინვალე განათლება კი არა, ის რაც გვაქვს. სტანდარტი მოკლედ დაცული იქნას ყველასთვის, საყოველთაო. სწორედ თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ეს ხალხი არ გეუბნება, რომ მე მომეცი მილიონები, გეუბნება, რომ მომეცით თანაბარი შესაძლებლობა, შენთან თანაბარი. კი ბატონო. ხო, რომ მე ეს გავაკეთო, რასაც შენ აკეთე. აი თქვენ კარგად ახსენეთ რა, ესეთი მაგალითები ამომიტივტივდა ახლა რა, ამერიკაში რო იყავი და მსგავსი შეუხვედრი ნაბიჯები ოჯახიდან დაიწყო, ხო, ამ პრობლემას გახსნა. მე აი ამერიკაში რაღაც თავისებური წესია რა, აი მაგალითად აი ზოგიერთი მილიარდელი კალათბურთელი, მაგალითად მაიკლ ჯორდანი რო იყო.
ის და არა მარტო ის ძალიან ძვირად ღირებული ესენი რა თავიანთ თავს ვალდებულად თვლიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მივიდნენ კიდე ეს იქნება ეს საშობაო იქნება აღდგომის დღესასწაული იქნება თუ რაღაც კიდე განსაკუთრებული დღესასწაულიც არის რა თქვენა თქვენ ვალდებულად ათulis და იქ რაღაც ეთამაშებიან მე მახსოვს აი ფრინავი ჰოლანდია ლეგენდარული იოჰან კრუიფიც თავის ბოლო წლებში ბავშვებთან შეზღუდული მეთან კალათბურთს და ფეხბურთს ეთამაშებოდა თვითონაც ეტაპში იჯდა და იმათ ენაზე ელაპარაკებოდა. ანუ ინტეგრაცია არის რა, გარკვეული პრობლემების მოხსნა ხდება, როგორც ასეთი, რომელიც შენ გაგაჩნია და ეს ძალიან დიდი რაღაცა. ეს კარგად უნდა გაიგონ მაგათმა რა, რომ ვალდებული ხარ შენ როგორც იცით რა არის ნატენგეს ხშირად ადამიანები დაუშვათ იჩენენ თანადგომას და ეხმარებიან იმიტომ რომ ნახეთ სახაცა დევს ხოლმე ეს რომ ჩემი უპირატესობის წარმოჩენა რომ ის ჩემზე ცოდუა და მოდი არა ეს უნდა იყოს გულწრფელი აბსოლუტურად თანაბრობის პრინციპზე ეგ შეიძლება ერთხელ მისულიყო იქ მაიკ ჯორდანი თუ კრუიფი და ინტენსიურად ამას თუ ვერ იმასიზამ თუ არასდროს თანასწორად არ მიხვალ რა მარტო ვალდებულები და ემით არა შინაგანი ემით უნდა იყოს ადამიანი რომ რაღაც მივიდეს და როგორც თანასწორს და როგორც ინტეგრაცია მოხდეს სრულფასოვანი ზოგადად როცა სახელმწიფოს მოუწოდებთ ხოლმე იმისაკენ რომ თავიდანვე უნდა იყოს ამ ადამიანების განათლების უფლება დაცული მერე პროფესიული უნარჩვევების მიღების უფლება მერე დასაქმების უფლება ეს გარკვეულწილად არის სახელმწიფოზე ზრუნვაც და რაც გულისხმობ ეს ადამიანები სულ თუ იქნება ჩვენი ტვირთი, ასე ვთქვათ, რომ სოციალური დახმარება და ფული უნდა აჩუქო, ეს ტვირთი იქნება სახელმწიფოსთვის. მაგრამ თუ ისინი შეძლებენ, რომ დასაქმდნენ, თვითონ გამოიმუშაონ თანხა და თვითონ გახდნენ გადასახადების შემომტანა. ეს არის სწორი პოლიტიკა და ეს არის სწორი მიდგომა. ზუსტად შეიძლება სწორი ეს არის ფსიქოლოგიურად მაგათ თრგუნავს ეს გარკვეულწილად. რა თქმა უნდა, რომ ეს არის რომ სახელმწიფოს სრულუფლებიანი მოქალაქე და თვითონ გადაიხდის იმ გადასახადს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აქეთკენ წავიდეთ და ისეთ ქვეყანაში გვეცხოვროს, რომ ყველას უფლება იყოს დაცული. არა მარტო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლება, არამედ ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული და ყველა სერვისი და ყველა მომსახურება მათთვის თანაბრად ხელმისაწვდომი. შერჩევითი სასამართლო არ უნდა იყოს ახლა. არა, რა თქმა უნდა, გინდა სასამართლოში, გინდა ხელისო, გინდა პოლიტიკაში და ყველაფერში, რაც საუბედურო თითოეულ ფეხის ნაბიჯზე ხდება. ვიმართ ხოლმე ამას, რომ მაინც გადის ცალკეულ პიროვნებებზე და არის ხოლმე დამოკიდებული და რა ვიცი დიდი იმედი მაქვს რომ შევძლებთ იმას რომ მართლა იყოს სამართლო სისტემა დამოუკიდებელი იმისათვის რომ თუ გვინდა რომ სამართლები ქვეყანაში ვიცხოვროთ ჩემს უკან ვიღაცა დიდკუნთებიანი ის კი არ უნდა იდგეს რომ იმის გაბღენზილია არა უნდა სახელმწიფო იდგეს და სასამართლო სტრუქტურები იმდენად უნდა იყოს ძლიერი რომ იმის იმედი მქონდეს მე ყოველთვის ჩემს სახელმწიფოს რომ ის დაიცავს ჩემ უფლებას ეს არის ჩემთვის ყველაზე საოცნებო მოდელი ალბათ რაც შეიძლება იყოს. რაღაც თქვენს ნებართვით ახლა ერთ ორ სიტყვას ვიტყვი და მე მეც თუ და ამ თემაზე არ ბეზდება ხოლმე ბატონო. რა თქმა უნდა. იგივე მაიკ ჯორდანმა მახსოვს მაგის სიტყვები ჩამესმის თქვენ არ გეგონოთო რომ მე დალხენილი ვარო და მე არა მაქვს მძიმე დღეებიო რა მაგას მამა მოუკლეს მაგას მახსოვს უიტაცეს ფულის გამოძალვა უნდოდა და რაც ამდაღო მე მოუკლეს და ნუ ბევრი რაღაცებში გავიარეო და არ გეგონოთო რა მე სულ დალხენილი ვარო ჩვენ ერთნი ვარდო ამ სიტყვით იმასაკნა სწორედ ეგ არის რომ ყველას გვაქვს პრობლემა რომელიც შიგნით არის და გარედან რა თქმა უნდა ამათვეს უკვე სხვანაირად ახლა მე ის მინდოდა კიდე დასაწყისში თუ არა ბოლოსკენ მაინც აუცილებლად თქვათ დაბადებულ ბავშვებზე არის ხო ლაპარაკი და მეულოცოთ ჩვენ მეგობრად ჩემ ასე ვთქვათ ძლის დიშვილს ასე ვთქვათ პატარა გოგონას დაბადება აგია თქვენი მეულოცოთ ბედნიერება უსურვოთ მეულოცეთ თქვენს ბედნიერებას გისურვებ მართლა
ვუსურვებ რომ ჩვენ შვილებს გაზრდილიყვნენ ისეთ ქვეყანაში, სადაც არ ექნება ნამდვილად ის პრობლემები, რომელიც შეიძლება დღეს გვიდგას და ბედნიერ საქართველოში ეცხოვროთ, რომელზეც ვოცნებობთ თითოეული ჩვენთაგანი. რა ვიცი, თან დაბადებაზე არის ლაპარაკი და თან ახლა დემოგრაფიაში და ხო, აი ეგ კატასტროფული მდგომარეობა. მოდი რა ახლა საზოგადოება თუ იმაზე ვერ შეთანხმდა, რომ ეროვნული თანხმობა რაზე უნდა იყოს და ეს ისე როგორ თქვენ რო ჩამოთვალეთ, ხო, მთელი თქვენ ნიუანსები თქვით და აქ ნიუანსებზე კი არ არის ლაპარაკი, ცხადზე ცხადია, ყოფნა არ ყოფნაზე ხარ დამოკიდებული, ამაზე თვალის დახუჭვა და ამაზე პოლიტიკანობის კეთება და ეს არ გამოვა. ყველა ძალიან ცუდად დაამთავრა, ძალიან ცუდად და თქვენ რატომ ახართ გამონაკლისი ხელისუფლებას მიმართ არ ვიცი. ამიტომ თითოეული ბავშვის დაბადება, ბავშვის სახი და თქვენი კიდე იმაზე არის ბავშვია ხო თქვენი ასეთ საყრდენი და დასავალი ხო და მაგის ზრუნვა და ეს ქვეყნის მომავალი ბავშვებზე გადის. ხო, აბა ვიზე გადის, კაცო ახლა ელემენტარულად რაღაც ის სასამართლო რომელიც მომავალს ასახიჭრებს და რაღაც კოშმარებს შავდეს, ახლა არ მინდა ამ თემაზე რაღაც ბოლომდე რაღაც სიღრმეებში წავიდე, მაგრამ ეს თემა უნდა დასრულდეს, ისე უნდა დასრულდეს, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა იცხოვრონ ნორმალურ საზოგადოებაში და ერთმანეთს ვენდეტები არ მოუწყონ რა. და ესე თუ გაგრძელდა, პირობას გაძლევთ, რომ ვენდეტები თქვენზე გარანტირებული იქნება. არანაირად არ მინდა, მით უმეტეს ბევრი ჩემი თანამებრძოლია იქ მაღალ წრეებში. რამოდენიმე ყოველ შემთხვევაში ყოფილი რა არ მინდა რა სიკეთე მინდა მაგის ეს ოღონდ სიკეთე სამხრივი ვერ იქნება ახლა ცალკარში თამაში აქ არ გამოვა სამართალი ყველასთვის ის არის თანაბარი უნდა იყოს და როგორც რუსტველი ბრძანეს თქმა მართლისა სიმართლისა ხელსა შეეც ხმელსა ნედლად ეს პრინციპი ყველასთვის უნდა იყოს სავალდებულო და აქ პრივილეგირებული ვერავინ ვერ იქნება გამორიცხულია როგორც ასეთი და ამიტომ ეს სასამართლოში ამ პოლიის დაჭერები რა დაჭერები კაცო ლუკაშენკოს გავიგე გუშინ გამოუშვია პატიმრები ესე მათ შორის ერთი 16 წლიანი ის ქონდა მუხლე მისჯილი ბელორუსიაში რო იყო ერთი და ეს გასაგებია ვაჭრობს ახლა ამერიკასთან ცდილობს რომ რაღაც ესენი ვკაცრავად ლაზეიკები მონახოს ხველები და იქიდან და რაღაც შეიძლება აწელოს და ასე შემდეგ. გერესერტი ეს თავისთავად არაფერს მონტანი არ არის და განსაკუთრებით ჩვენ ვითარებაში კიდე ეს თუ დაჭერები და ეს უბედურებები კიდე რაღაც ახალი გაცვლის სისტემაში და რაღაც პოლიტიკანობაში მით უმეტეს ახლა ირანში იქ რაც ხდება. იმედი მაქვს დადგება მართლაც ეროვნული შერიგების ნაწილი და ეს უნდა მოხდეს ესეთ დონეზე როგორც თუნდაც ფრანკომ რო გააკეთა. ეს არის მაგალითი ფრანკომ დახოცა გაანადგურა თავის ოპონენტები, მაგრამ მიხვდა რომ სამოქალაქო ომში გამარჯვებული არ არსებობს. გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ. მაგის მეათედი არა ხარ თქვენ ერთად აღებული, სულ ყველა რო გაგაერთიანოთ და ეს მიხვდა ეს კაცი ამას და რა ნაბიჯი დაიწყო კონსტიტუცია სანამ ერთ იმაზე დაასაფლავა ყველანი გარდაცვლილები და დააწერა სასაფლაო ისინი ესპანეთისთვის იბრძოდნენ. ამის შემდგომ აღზარდა ეს ხუან კარლოსი, გააკეთა რეფორმები კონსტიტუციური, მოიყვანა თვითონ ჩაიჩოჩა და დაამთავრა ამით დიდწილად და დღეს ესპანეთი სადაც არის მე მგონი კარგად ხედავთ რა. გისურვებთ გავსენავით თუ არა ძალიან ცუდად დაასრულებთ. არ მინდა ეს ყველაფერი, მე მინდა სამოქალაქო დამყობა, მე მინდა კონსტიტუციური წესრიგის ასე თქვა აღდგენა და საიდანაც უნდა მოხდეს გადატრიალებიდან იქ 92 თქვენ რო აღნიშნეთ 15 წლები ეს უნდა განეიტრალდეს, შედეგების ლიკვიდაციაც უნდა მოხდეს, ამაზე უნდა შეთანხმდეს და სტანდარტზე, საყოველთაო სტანდარტზე ყველა უნდა ვიყოთ შეთანხმებული. დიდი მადლობა რომ მობრძანდით, მოგიწვევთ კიდე ეს პრობლემები ღია სტუდია საერთოდ და უსურო ჩვენ ქვეყანას და სამყაროს დაალაგება და საერთო ფასეულობებზე შეთანხმება. დიდი მადლობა, კარგად ზანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.